მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო და ინტერნეტ მომხმარებლებო. ეთერშია ობიექტივის ბათუმის სტუდია. მე ნინო დავითაშვილი გახლავართ. დღეს საღამოს სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი ჯემალ დოაძე, რომელიც გახლავთ ახალგაზრდული ორგანიზაცია თავისუფალი თაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერი. მოგესალმებით ბატონო ჯემალ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ რომ გვეწვიეთ. ბატონო ჯემალ, ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენი გადაცემის თემის მთავარ საკითხებზე საუბარს, მოდით შევეხოთ ვადამდელ არჩევნებს. ალბათ მოგეხსენებათ და ჩვენი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვისაც ცნობილი არის, რომ დღეს საგარეჯოში მიმდინარეობს დამახინჯებული ფორმით საარჩევნო კამპანია. ისევ ხდება იქ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. რა სიტყვით ამის შესახებ? დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან არ გვინდა უბრალოდ რომ ეს იყოს სამაგალითო არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რომლებსაც ჩვენ მიჩვეული ვართ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. იქ ქონდა რამოდენიმე ფაქტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ადგილი, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს იყო მხოლოდ რამოდენიმე თანამდებობის პირის საკუთარი სურვილი და არა მთავრობის პოზიცია. ჩვენ მაგალითად დარწმუნებული ვართ, რომ ქალბატონი თამარ ხიდაშელი, რომელიც მივიდა და ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ექიმებთან, სამედიცინო პერსონალთან, საკუთარი სურვილით მივიდა და დაუჯდა იმ შეხვედრაზე. ჩვენ ძალიან არ გვინდა კიდევ ვიმეორებ, რომ ანალოგიური ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ანალოგიური ფაქტს ჰქონდა ადგილი ასევე თავდაცვის მინისტრის მხრიდან, ქალბატონი თინა ხიდაშელის მხრიდან და ჩვენ იმედს გამოვთხოვთ და ძალიან გვინდა და ჩვენი სურვილია, რომ ეს იყო მხოლოდ მათ ეს დავაბრალოთ მხოლოდ მათ პირად სურვილებს და არა მთავრობის პოზიციას. ზოგადად ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს საგარეჯოში. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების მსვლელობასაც, ჩვენ არ საარჩევნო პროცესს თვითონ. ჩვენ ასევე გვეგმავთ პლებისციტების ჩატარებას და ჩვენ მოვითხოვთ და ჩვენ სურვილია და ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ეს არჩევნები იყოს სამაგალითო არჩევნები. ქალბატონ ირმა ინაშვილის პოზიცია რომ ხებულობს არჩევნებს, ეს არის ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ ქალბატონ ირმას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოს დღეს აღარ არის ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ქალბატონ ირმა რომ მოიხსნას კანდიდატურა საგარეჯოს რაიონიდან, ეს იქნება კიდევ ერთი იმედგაცრუება და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ექნება საერთაშორისო ასპარეზზე იმის თქმის საფუძველი, რომ ხო ხედავთ ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას არჩევნებში და აგრეთვე არ ღებულობენ ის პარტიებიც, რომლებიც ჩვენ გლანწყობს და გვდებენ ბრალს არჩევნების გაყალბებაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქალბატონ ირმას მონაწილეობა ეს არის ძალიან გამბედული ნაბიჯი, ძალიან დასაფასებელი, წარმატებებს უსურვებთ ქალბატონ ირმას ამ წინასაარჩევნო მარათონში და არჩევნებში და ჩვენი სურვილია, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს ისეთი არჩევნები, როგორცაც იმსახურებს ქართული საზოგადოება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ესაცაც იქნება. ძალიან კარგი. ბატონო ჯემალ, მე უკვე გავაცანი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს თქვენი პერსონის შესახებ, თქვენ ბრძანდებით ახალგაზრდული ორგანიზაციის თავისუფალი თაობის ლიდერი. მოდით გავაცნოთ მათ, როგორ შეიქმნა ჯერ კიდევ საქართველოში და შემდეგ აჭარის რეგიონში თქვენი ორგანიზაცია. რა გახდა იმის მიზეზი, რომ შექმნილიყო ეს ორგანიზაცია? მოგახსენებთ თავისუფალი თაობა შეიქმნა 2014 წლის სექტემბერში, დაახლოებით 20 სექტემბერს. მოგეხსენებათ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია რეალობა შეიცვალა, ნაციონალური მოძრაობამ წააგო 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნები და ისინი გადავიდნენ საბოტაჟის რეჟიმში. ან ჩასაფრების პოზიციაში. მათ შექმნეს რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს იყო თავისუფალი ზობა, იდენტობა და ასე შემდეგ, რომლებიც დაკავებული იყვნენ მხოლოდ პროვოკაციების მოწყობით. ჩვენ რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ არ შეიძლებოდა ამ ყველაფერს გვერდიდან ყურება, არ შეიძლებოდა იმის სრული კარგ-ბლანშის მიცემა იმასში, რომ სახელმწიფოს მიმართ მათ შეექმნათ საბოტაჟი. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აწყობდნენ პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს არის სრულიად უანგარო, პატრიოტულ პათოსზე დამყარებული ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდული ორგანიზაცია. ასევე ჩვენ გავითვალისწინეთ ის პოლიტიკური მდგომარეობა, რა პოლიტიკურ სიტუაციაში იყო ხელისუფლება, რომ ყველა კუთხიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ის მათთან დაახლოებული პარტიები
მათთან იყვნენ უკომპრომისო ბრძოლაში, ისინი ყველანაირად უშლიდნენ ხალხს ფაქტურად 4 წელი გავიდა 3 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ხელისუფლებას უწევს საბოტაჟის რეჟიმში ქვეყნის მართვა და ეს ძალიან ცუდია. ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება თავიდან დაფუძნების დროს იყო დაახლოებით 150 ადამიანი ახალგაზრდა, რომლებმაც გადავწყვიტეთ და შევქმნით ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. გისმენთ. ხო. ჩვენ ერთი რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავატარეთ თბილისში ყრილობა, სადაც ესწრებოდა უკვე 500-ზე მეტი თავისუფალი თავობის წევრი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა დაახლოებით 100-ზე მეტი აქტივობა. ეს აქტივობა გამოიხატებოდა სხვადასხვა საპროტესტო აქციებში, სხვადასხვა გამოსვლებში, პრესკონფერენციებში, ბრიფინგებში. მას შემდეგ რაც შეიქმნა თავისუფალი თაობა, უკვე თავისუფალი ზონა ის ვეღარ არის ისე აქტიური. მათ რამოდენიმეჯერ შეიცვალეს ოფისი. გასაგებია ბატონ ჯემალ, თქვენ ყრილობა ახსენეთ და აი როდის ჩატარდა ეს ყრილობა თუ შეიძლება ისე გაგვიმეორეთ და რა გეგმები არის რა განიხილეთ რა პერსპექტივები ეს ძალიან საინტერესოა. 27 სექტემბერს ამ წელს ჩატარდა თბილისში თუმანიშვილის თეატრში ყრილობა, სადაც ესწრებოდა 500-ზე მეტი დელეგატი. ყრილობაზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარეთ ანგარიში თუ რა გავაკეთეთ ამ ერთი წელს განმავლობაში. მოგახსენეთ, რომ თავიდან იყო 150 ადამიანი, დღითი დღე ეს ადამიანი ძირითადად ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია. ყოველდღიურ რეჟიმში მიდის თავიდან თავდაპირველად შეიქმნა თბილისში, შემდეგ ქუთაისში, იმერეთში, აჭარაში, ახლა მთელ რეგიონს მოვიცავთ ძალიან ახლო ხანში. ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძალიან გულდასმით. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, რომ გაწევრიანდეს ჩვენთან. აჭარაში ჩვენ ძირითადად ბათუმში ვართ, თაფუძნებული, მაგრამ ყავს წარმომადგენლობა აჭარის ყველა რაიონში. 100-ზე მეტი ორგანიზაციის წევრია, ბათუმის ორგანიზაციის წევრი, მაგრამ რამოდენიმე ასეული და მე ვიტყვი რომ 1000 ხარდაჭერი ყავს ბათუმში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვით გამოსვლით, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ აქციების, საპროტესტო აქციების რეჟიმში და შეუძლიეს საზოგადოებამ თავის თვალით დაინახოს. რამოდენიმეჯერ ჩვენ ვაგებთ ჩვენი ძალა ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ ზონას. ეხლა ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა ითვლის ბოლო წუთებს, იმიტომ რომ ოფისი ფაქტიურად თბილისში ოფისი გაყიდეს, რამოდენიმე ძირითადი ბირთვი, რომლებიც იყვნენ იგივე ჯაფარიძე, იგივე ხაჩიძე, ცალკე პოლიტიკური პარტია შექმნეს, ასევე გრიგოლ ვაშაძემ და რურუამ ცალკე პოლიტიკური პარტია, თავისუფალი ზონა ვეღარ არის აქტიური. ამიტომ ჩვენ შევანელეთ პრესინგი, ესე ვთქვათ, ჭყალებში ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ვაკვირდებით მოვლენებს, მათ დაანონსეს ახლა საპროტესტო აქციები ნოემბერში გუშინ ნუგზარ ციკლაურმა გააკეთა განცხადება, რომ გასაგებია ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. მე მინდა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენოთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, გთხოვთ შეგვეხმიანოთ 02 388 105. აი თქვენ საინტერესოა ბიუროს შესახებ რომ გვესაუბროთ ბატონ ჯემალ. ქალები, ქალბატონები აქტიურობენ საერთოდ ასეთ დროს ძალიან აქტიურობენ და ფაქტიურად ამბობენ რომ ჩვენ შავ სამუშაოს ვაკეთებთ და შემდეგ უკვე ჩვენ აღარ ჩანვართ და ასპარეზზე უკვე მამაკაცები გამოდიან, როცა უკვე სრულიად დასრულდა საქმე და საქმე რომ დასრულდა და უკვე გადაწყდა ყველაფერი და მივაღწიეთ მიზანს, ასე ამბობენ შემდეგ ქალბატონები, ჩვენ უკვე აღარ ჩანვართო და თქვენთან როგორ ასაკ? ჩვენ თავისუფალი თაობის მართველი საბჭო შედგება 12 ადამიანისგან, აქედან 3 ქალბატონია, რომლებიც არის ძალიან აქტიური ქალბატონები სხვათა შორის. ჩვენ მივესალმებით ქალბატონების ჩართვას პოლიტიკაში, სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ საქმიანობაში. პირიქით ჩვენ სტიმულს ვაძლევთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ჩაერთოს აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში და მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ქალბატონები კუთხეში არიან მიჩმავლები. პირიქით ძალიან საპასუხისმგებლო საქმეებს აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეებსაც ქალბატონები და პირიქით არის სიტუაციები, რომ მამაკაცები უფრო არ ჩანვართ გარკვეულ სიტუაციებში, ვიდრე ქალები.
ამიტომ ეს ლოგიკური ჩვენთან გენდერულ თანასწორობის პრობლემა არანაირად არ არის, იგივე ბათუმის ორგანიზაციაში ძალიან ბევრი, აი მე გითხარით, მოგახსენეთ რომ დაახლოებით 100 ორგანიზაციის წევრი ყავს აჭარაში, აქედან ძალიან ბევრი ქალბატონია და ეს გამო აქციებზე, პრესკონფერენციებზე თუ ყველა შეხვედრებზე ისინი ძალიან აქტიურობენ სხვათა შორის და მოსახლეობასთან ისეთ აქტიურ რეჟიმში არის. ისეთი თქვენ გაქვთ შეხვედრები მოსახლეობასთან? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი თქვენი აზრით ყველაზე დიდი სირთულეები, რაც წინაშე, აი მოსახლეობის წინაშე რაც დგას, როგორ ფიქრობთ რა არის? აჭარის რეგიონში. აჭარის რეგიონშიც და მთლიანად საქართველოში ჩემი აზრით და ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სამართლიანობა არ არის ჯერ კიდევ აღდგენილი. 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ დაუჭირა მხარი ცვლილებებს და ეს ცვლილებები გამოიხატებოდა სამართლიანობის აღდგენაში. მოგეხსენებათ, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამყოფებდა ტერორში. ამიტომ საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მათ უნდა მოეხდინათ სამართლიანობის აღდგენა. სამწუხაროდ დღესდღეობით სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას ციხეში ჯდომა არ არის სამართლიანობის აღდგენა. არიან საქართველოში მოქალაქეები, რომლებმაც ძალიან ბევრი ქონება დაკარგეს, აწამეს, ატერორეს და მათთვის არ არის სამართლიანობა აღდგენილი. ამიტომ ჩვენ ყველა ჩვენი რესურსით, ყველა ჩვენი პრესკონფერენცია, ყველა ჩვენი გამოსვლა, მანიფესტაცია, აქცია თუ შიმშილობა მიზანმიმართულია იქით, რომ რაც შეიძლება გაააქტიუროს ხელისუფლება ამ მიმართულებით შრომა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში. ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ თავის წართმეული ქონებები, ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ იჯდნენ ციხეში, როგორც მინიმუმ ბოდიში უნდა მოუხადოს საკუთარმა ხელისუფლებამ. გასაგებია. თქვენ წეგან ახსენეთ რაიონული ცენტრები ჩვენი რეგიონის და იქ ყავთ ესე იგი? დიახ, წარმომადგენლები ყველა რაიონიდან ყავს. და იქ ხვდებით ზემო აჭარაში მოსახლეობას? ზემო აჭარაში ჩვენ გქონდა რამოდენიმე აქცია ჩავატარა. ისინი ჩამოდიან ჩვენთან თუ რამე ისეთი სერიოზული ღონისძიება ტარდება და ამიტომ ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა რაიონთან და ყველა რაიონიდან ვფლობთ ინფორმაციას. გასაგებია. უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ რა შეგიძლიათ რო თქვათ? დღესდღეობით უმაღლესი საბჭო არასახავს ქართული აჭარის მოსახლეობის მიერ 1 ოქტომბერს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ 2012 წლის 1 ოქტომბერს უმრავლესობა ხალხმა საზოგადოებამ აჭარის მოსახლეობამ მოიყონა ქართული ოცნება. დღეს იქ ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. დღეს ფაქტიურად ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის უმრავლესობაში და ეს ალოგიკურია, იქ მათ შეეკრათ კიდე რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც თავიდან ქართული ოცნების სიით იყო შესული. ეხლა ჩვენი ინფორმაციით ისინი აპირებდნენ იქ რაღაც პროვოკაციების მოწყობას, კერძოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას და ასე შემდეგ. ჩვენ ვაკვირდებით ჯერჯერობით მოვლენებს და თუ გააქტიურდება ნაციონალური მოძრაობა და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული მოთანამშრომლე პოლიტიკური პარტიები, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადამჭრელ ზომებს. ეს გამოიხატება ალბათ საპროტესტო აქციებში. ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ, რომ აღსრულდეს 2012 წლის 1 ოქტომბრის საზოგადოების ნება. ანუ საზოგადოებამ ხმა მისცა ქართულ ოცნებას და უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას. დღეს ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის უმაღლეს საბჭოში მართველი ძალა, ანუ მართლაც ძალა ესე ცოტა ნათქვამია, მაგრამ უმრავლესობაში ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობაა და ეს არანაირად არ ასახავს აჭარის მოსახლეობის ნებას. გასაგებია. ბატონო ჯემალ, ალბათ თქვენს ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული ორგანიზაციაა და უფრო მეტად ახალგაზრდები არიან ალბათ დაკავებულნი, ხო? დიახ, ძირითადად ახალგაზრდები. საინტერესოა, ასაკიანი ხალხი თუ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარდამჭერები, ყველა ასაკის ადამიანები ყავს. ეხლა ჩვენ ყალობა ვახსენეთ ბატონი რეზო ამაშუკელი ესწრებოდა ჩვენ ამაც იმიტომ ვამბობ, რომ შეზღუდული არ არის. ნებისმიერ ასაკის ადამიანი არის ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ წევრები ძირითადად ახალგაზრდები არიან. უკაცრავად ზარია ეთერში, შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? მოგესალმებით. ალო.
გისმენთ მოგესალმებით ისო. საღამოშიდობის მოგესალმებით დიდი პატივისცემით. ერთი პატარა ინიციატივა მინდა შემოვიტანო ახალგაზრდობის სამრო გაითვალისწინოს, რაღაც თუ მოეწონება, რა თქმა უნდა, ეს იდეა. თუ სადმე გამართავენ მიტინგს ან სადმე შეკრებას, დიდი მონიტორები ატარონ და 2003-2012 წლების ჩადენილი საქმენი საგმირონი აჩვენონ ნაციონალური მოძრაობის ეს ჩემისათვის თავისთავად დანაშაული არ არის. პირიქით ბოდიში რომ მოიხადა ქართულმა ოცნებამ ბავშვები შეგვეპარავდა რაღაც. პირიქით იქ იყო შემატყება, რომელსაც ახორციელებდა იმდროინდელი მთავრობა ოპოზიციის მიმართ და ეს არავით არის ამის ჩვენება დანაშაული არ არის. დანაშაული იყო იმის ჩადენა. და ეს ჩადენილი დანაშაულებები უნდა ნახოს ყველამ და 2003-2012 წლების ფილმებიც არის ინტერნეტში, YouTube-ზე 1-5 ფილმი მარტო მე მაგ დავიდებული ნაწყვეტები რა თქმა უნდა, ხო? აჩვენონ ესენი და მე ვინც ამას კიდე მხარს დაუჭერს, ესე იგი ჩათვალოთ რომ ის მიღბიანი არის ის ადამიანი თითოეული, რომელიც კიდევ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს და იზუბინ გაიჭერა იმას. და კიდე ხმას როგორ იღებენ ზედმეტად ეს ქართული ოცნებიდან მიყვეს, ნაციონალებიდან არაფერი არ მიყვეს. ქართული ოცნებიდან მიყვეს როგორ ელაპარაკებენ ამდენს. და ხალხისგან მიყვეს, აი ქართული ხალხისგან მიყვეს 2012 წელს ვინც არჩევნებში 2 ოქტომბერს მიიღო მონაწილეობა, თუ 1 ოქტომბერს. როგორ ელაპარაკებენ ამდენს. იმ ჩემ მეზობელს როგორ აქვს იმის უფლება რომ კიდე იმას დაუჭიროს ხარ, ვინც შემატყება მეორე ჩემი მეზობელი. გასაგებია, მადლობა. მადლობა ზარისთვის. რა სიტყვებით? დიდი მადლობა აბსოლუტურად ვეთანხმებ ჩვენს აყურებელს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და აქვს სრული უფლება იცოდეს თუ რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. და ეს სწორედ იმ შედეგს ვიმკით დღეს, რომ კოჰაბიტაციის შედეგს და აგრეთვე იმას, რომ ის ფირები რო არანახეს, ჩვენ მოვითხოვდით, რომ და დღესაც მოვითხოვთ, რომ საზოგადოებამ ნახოს ის ფირები თუ როგორ ექცეოდა ნაციონალური მოძრაობა და ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას. მე მაგათ ვერ დავარქმევ ხელისუფლებას, მაგრამ რაც იყვნენ დე ფაქტო ხელისუფლება. ამიტომ აი სწორედ იქამდე მივდივართ. აი ყველა გზა მიდის, ყველა მიმართულებით რომ სამართლიანობა არ არის აღდგენილი. და ეხლა რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს დესტაბილიზაციის შექმნას ქვეყანაში, სწორედ აი იმის შედეგია, იმ კოჰაბიტაციის შედეგია, რომელსაც ჩვენ აი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით აპირებს აქციების გამართვას. დიახ, გუშინ დაანონსდა უზარწიკლაურმა რომ ნოემბერში აპირებენ ისინი რა მრავალათასიანი აქციებს და არაერთდღიან აქციებს, ანუ მრავალ მაგათ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მაგის გამოცდილება. პროვოკაციების მოწყობის გამოცდილება მათ აქვს ძალიან დიდი ფული, რომელიც დააგროვეს ამ 9 წლის განმავლობაში ბიზნესის და მოსახლეობის ტერორით. ამიტომ ისინი ყველა აკრძალული ხერხებით შეეცდებიან ხელისუფლების უზურპაციას. მაგიტომ სწორედ ჩვენ ახალგაზრდა ორგანიზაციები ჩვენ ჩვენ ძლიერდებით ახლა რეგიონების მთელი საქართველოს ყველა რეგიონებში მიდის ორგანიზაციის გაძლიერება, ოფისების შექმნა ძალიან ბევრი მსურველი წევრიანდება ჩვენს ორგანიზაციაში. ყველა კონსტიტუციური კანონიერი გზით ხელში უწყობთ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციას. უკაცრავად ბატონო ჯემალ, ისევ ზარია ჩვენს ეთერში. მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ბატონო, მოგესალმებით. ისა მე რამინდა ისი ძალიან გამიხარდა ახალგაზრდა რომ ახალგაზრდა აიღეთ ხელში კაცო ხო ხედავ რა დღეშია საქართველო აღარ გვექნება ერთ ეჯაში ქართველი აღარ იქნება რაიდა ბიზნეს რა თუნდა უქართველოს საქართველოს გაუბედურება ჩინელები და იგივე რა თქმა უნდა მე მინდა ქართველი რო იყოს ხო და გენაცვალე ჯიგარში მიდი და ჩვენ ბებრები ვარ დაგიდგებით გვერდში არ გვინდა არაფერი კბილებით გავუღარავთ კიშებს მაგრამ აი ნაგავიხართ მაგით ნაგვებს დიდი მადლობა ზარისთვის. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები იტყვიან თავიანთ სიტყვას აუცილებლად. ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მიმართულებაა ის, რაც ხდება რუსთავიორის მხრიდან, ეს არ არის მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის რუსთავიორი რეალურად არ ასახავს თავისუფალ არ წარმოადგენს თავისუფალ მედიას, ის არის ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი დეპარტამენტი, ესე შეიძლება ვთქვა ბჭყალებში. ნიკა გვარამია ვერანაირად ვერ იბრძოლებს თავისუფალი სიტყვისთვის, როცა თავისუფალი სიტყვა დახურა და ჟურნალისტების ცემატყებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის. რეალურად რაც დღეს ხდება, ეს არის იმ პროვოკაციის ნაწილი, რაც დაიგეგმა უკრაინაში, კერძოდ მიხეილ სააკაშვილის და სურაბ ადეიშვილის მიერ. ჩვენი ინფორმაციით რამოდენიმე დღეში რუსთავიორი გაითიშება, ანუ საკუთარ გაითიშება და ამით ანუ სახელმწიფოს მხრიდან აქ არანაირი წინააღმდეგობა, აქ არის ორ სუბიექტ შორის სავარაუდოდ ქიბარ ხალვაში
დაიბრუნებს საკუთრებას, იმიტომ რომ იქეთკენ მიდის ყველაფერი, რომ წართმეულია და სავარაუდოდ გაამართლებს ჩვენ როგორც ჩვენი ანალიზით, ამიტომ ესენი ყველანაირად შეეცდებიან რომ რუსთავიორის მეშვეობით ისევ ზარია ბატონო ჯემო. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. მე მინდა ეხლა მე მგონი დრო გაქვთ იმის რომ გითხრათ ერთი რაღაცა. აი მე მინდა რომ თქვენ მოიძიოთ კადრები 3 ოქტომბრის. ესე იგი 1 ოქტომბერს არჩევნები იყო 3 დღის მერე 3-ში თუ 4-ში ახალი მთავრობა და ძველი მთავრობა თუ გახსოვთ რომ შეხვდნენ ერთმანეთს 3-3 წარმომადგენელი ჩვენ რაზე ლაპარაკობდნენ არ გვაჩვენეს მაგრამ ჩვენ ეკრანზე ვხედავდით აქეთ მხარეზე იჯდა ნაციონალები მეორე მხარეზე იჯდა ოცნების წარმომადგენლები ნაციონალები ბოკერია მახსოვს კარგად ბოკერია ელაპარაკებოდა ამ იმას ახალი მთავრობას ესე იგი ოცნებას ისინი ასე ყველა ფერზე თავს უქნებდნენ ძალიან გთხოვთ აი მოიძიეთ ეს კადრები ჩვენ ხო არ ვიცით რაზე ლაპარაკობდნენ ან სოროსი რო ჩამოვიდა რა მოლაპარაკება ქონდა ივანიშვილთან ჩვენ ხო არ ვიცით ჩვენ გვიყენებენ ხალხს ხმებისთვის გვიყენებენ და მე ჩვენ არაფერს არ გვეკითხებიან აი ეს კადრები მოიძიეთ ძალიან გთხოვთ და აჩვენეთ იმ კადრების შემდეგ მე დავრწმუნდი რომ აქ არავით არის ახალი პროგრამა არ იქნებოდა ახალი მთავრობა არ იყო ეს იყო მაგათი მოლაპარაკება და დამთავრდა კოჰაბიტაციით და ჩვენ ხალხმა არაფერი ვერ მოვიგეთ არც სამართლიანობა აღდგა არც სოციალური მხარეები არ არის დაკმაყოფილებული რასაც ხალხი ითხოვდა ეს კადრები ძალიან თქოს მოიძიეთ და აჩვენეთ რა და ყველამ დაინახოს აი უჩუმრად ჩვენ არ გვაგებინებდნენ ისეთი მოლაპარაკება რომ მოახდინეს შეიძლება თუ არა ჩვენ მივეცით ხმები 20% ნაციონალებს აჩუქეს დანარჩენი აი შეიძლება თუ არა დღესდღეობით ვინმეს ხმა მისცეს გასაგებია მადლობთ ქალბატონო ზარისთვის ბატონო ჯემალ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ კადრებთან დაკავშირებით რაც ქალბატონმა ახსენა კადრები ეს იყო შეხვედრა როცა ქართულმა ოცნებამ 1 ოქტომბერს გაიმარჯვა არჩევნებში და აქ იყო მთავრობის დაკომპლექტების თან დაკავშირებული შეხვედრა, სადაც პრეზიდენტმა მაშინ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ბატონი ბიზნა ივანიშვილის მიერ კან კოალიციის მიერ წარდგენილი ადამიანები. და ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, შეხვედრის შინაარსი ჩვენთვის უცნობია. ქალბატონმა ბრძანა რომ ხალხი ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ ხმებისთვისო. ესე იგი მხოლოდ ერთ დღეს როცა მიმდინარეობს არჩევნები და როცა ადამიანი უნდა მივიდეს ურნასთან. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ხალხს, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ შევადარებთ ისეც არ გამოვა რომ ჩვენ შევადაროთ დღევანდელი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ არის გარკვეული ხარვეზები, რაც უნდა გამოასწოროს ხელისუფლებამ და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, უნდა მოვთხოვოთ, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ის ხარვეზები, რაც არის გასასწორებელი, შეასწოროს. ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა, ეს იქნება სოციალური საკითხები თუ სხვადასხვა საკითხები და ამიტომ ხელისუფლება იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყანაში. ღმერთმა უკნას რომ შესაძლებელი დარჩეს დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან. გასაგებია. ბატონ ჯემალ, მოდით კადრების შესახებ ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა ნიშნით ინიშნება დღეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პიროვნებები? აი დაუშვათ ან რას ფიქრობთ, როგორ უნდა ინიშნებოდნენ გამოცდილების მხრივ, დამსახურების მხრივ თუ ნათესავი უნდა იყოს მაინც და მაინც პროფესიული განათლება ეს არის აუცილებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი კადრების შერჩევის დროს, მაგრამ წინა 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ისე ქონდა უზურპირებული ეს ხელისუფლება, რომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე განათლებულ ადამიანისთვის ძალიან პრობლემა იყო საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყავი აუცილებლად ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქტიური წევრი და მხარდამჭერი. ამიტომ ის ადამიანები, ახლა მეორე საკითხია, ასე რომ მიუდგეთ პროფესიულ გამოცდილებას, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ 9 წლის განმავლობაში ვერ დაიწყო მუშაობა ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ მათი იდეოლოგია იყო განსხვავებული და ამ ადამიანებისთვის ძალიან რთულია დღეს საჯარო სამსახურში კონკურსში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ საკონკურსო საატესტაციო მოთხოვნაა ესეთი, რომ უნდა კონდეს სამუშაო გამოცდილება და ეს მე ვფიქრობ, ეს ცოტა გადასახედია ეს და შესაბამის სამსახურები, ვისაც
ხელმწიფება აუცილებლად უნდა გადახედოს ამ საკითხებს. აი ახლა მიმდინარეობს პირდაპირ, რომ სამთავრობო სტრუქტურებში უნდათ დაიწყონ მუშაობა, ვისაც ეს ხელმწიფება ყველა ცდილობს, რომ როგორმე მოხდეს სამთავრობო სამსახურში, იმიტომ რომ იქ არის მაღალი ხელფასები მხოლოდ, იქ არის პრემიები, იქ არის საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალება, იქ არის სადმე საზღვარგარეთ რომ წავიდეს ადამიანი და დაისვენოს და ყველანაირი პრივილეგიები და როგორ ფიქრობთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? როგორც წესი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, საჯარო სამსახურში, ანუ სამთავრობო დაწესებულებებში ყველაზე ნაკლებ ადამიანს აქვს სურვილი, რომ დაიწყოს სამსახური, მაგრამ ჩვენთან ისეა მენტალიტეტი ქართველი ხალხის, რომ ყველას უნდა სკამი, კაბინეტი, მანქანა, სამსახურეობრივი მანქანა და ეს ფუფუნებები. ამიტომ ეს თუმცა ქვეყანა განვითარდება, მე ვფიქრობ, ეს უკვე ნაკლებად პრივილეგირებული იქნება და ნაკლებად საინტერესო ესეთი თანამდებობების საზოგადოებისთვის. ამისათვის უნდა განვითარდეს ბიზნესი, ამ ბიზნესს ძალიან ხელი უნდა შეუწყოს ხელისუფლებამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და უკაცრავად ზარი გვაქვს ისევ ეთერში. მოგესალმებით. ალო. გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ. საღამომშვიდობისა ქალბატონო. მე მაინტერესებს ერთი რამ. ბიძინა ივანიშვილი თვითონ პიროვნულად კი ბატონო რომ არ გამოჩენილიყო ეს ნაციონალურ მოძრაობას კადრები ვერ გაუშვებდა, მაგრამ თვითონ ბიძინა ივანიშვილი 90% კადრებმა მოიყვანა. რატომ არ გასცემს განკარგულებას, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი, რომ ის კადრები რასაც რო არ აჩვენეს ხალხს, რატომ არ თქვა რომ აჩვენეთ იმ ხალხს, ხალხზე ფიქრობდა რომ გული არ შეწუხებოდა? ხალხზე ფიქრობდა რომ გული არ შეწუხებოდა ხალხს ამაზე მეტი გული აღარ შეუწუხდება უკვე. ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც მისმენს, გვაჩვენოთ ის კადრები. თორე ჩვენ ეჭვი გვაქვს ეჭვი და საკმაოდ საფუძვლიანი, რომ იქ ეთყობა ძველი და ახალი მთავრობა, ძალიან შეხმატკბილებულები არიან. აი სწორედ ამიტომ არაჩვენეს კადრები. დიდი მადლობა. გასაგებია. დიდი მადლობთ ზარისთვის ქალბატონო. რა თქმა უნდა, ამ ეჭვებს ქალბატონის ეჭვს აქვს გარკვეული საფუძველი, რომ იქ იყო ესეთი კადრებიც, რომ გამომიწვევდა საზოგადოების აღშფოთებას, მაგრამ მე ვფიქრობ, ბატონი ბიძინა და შესაბამისად კოალიციის პოზიცია იმიტომ იყო, რომ არაჩვენეს ეს კადრები, რომ საზოგადოებას რომ მე დარწმუნებული ვარ საზოგადოებას რომ ენახა ის კადრები აუცილებლად ქვეყანაში მოხდებოდა დესტაბილიზაცია, აუცილებლად წავიდოდა ეს შურისძიებები, პირადი ანგარიშწორები და ძალიან ცუდი ამბები დატრიალდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უფრო საზოგადოებისთვის მაინც უფრო სასარგებლო იქნებოდა იმ კადრების ნახვა, იმიტომ რომ საზოგადოება გაარჩევდა თეთრ და შავს და თვითონ დარწმუნდებოდა თუ რა სისაძაგლეში ცხოვრობდით მთელი 9 წლის განმავლობაში. ისევ ზარია ეთერში. გისმენთ გამარჯობათ გენაცვალე. გამარჯობათ ქალბატონო. ისმის კარგად ჩემი ხმა? დიახ, გისმენთ ისაუბრეთ. გამარჯობათ. ეხლა მე ვეკავ ძალიან გაბრაზებული, ისეთი გაბრაზებული რომ რა ვიცი. ჩვენთან მეზობლად ვაზისუბნიდან ვეკავ, მე ცხოვრობს მარტოხელა 87 წლის დამსახურებული არტისტი საქართველოში რომ პირველი ის იყო დირიჟორი სამხედრო, აი ესეთი მარტოხელა კაცი მოვიდა აგენტი და ის რაღაცა დახმარებას აძლევდნენ საწყალკაც და ისიც გაუნახევრეს. ცხოვრობს გირაოთი ერთ პატარა ოთახში. ამ გამწარებულია ეს კაცი ნაციონალები მე თვალის დასანახელად არ მინდანან არასდროს არ მიმიცია ხმა. არც ამ კაცს არ მიუცია ამ საწყალკაცმა იმათთვის ხმა, მაგრამ ნაციონალებმა მისცეს ამ კაცს დახმარება სოციალურად დაუცველ და აი ახლა ამ ჩვენმა ოცნებამ წაართვა და 30 ლარზე ჩამოუტანა. სწორი არიან, არ არიან სწორი. ცხოვრობთ ქალბატონო, საიდან რეკავთ? ვაზისუბანი, აი გარეუბანია ვაზისუბანი და აქ მეზობლად ცხოვრობს გირაოთი პატარა ოთახში. ეხლა ხო იცით ბინები როგორი ძვირია, არ ვიცი პატარა რაღაცა თანხა შეეცოდათ და მარტო ხელა 87 წლის კაცი დამსახურებული არტისტი ნოდარ ხოფერია, ყველა მიცის მთელმა საქართველოს ეს კაცი და აი ამას დღეს მოვიდა ჯერ ერთხელ მოვიდა
წმეს ნახეს გასაცოდებული კაცი დღეს კიდე მოსულა და განწარებული ეზოში შემხვდა და რო თქვა ისე გული მეტკინა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან მიყვარს ობიექტივი და იმიტომ მე აქ ვრეკავ ახლა არც იცის ამ კაცმა რომ მე ვრეკავ აი ასე გააკეთეს ხო გეუბნებით ნაციონალებმა დაეხმარნენ ის უვარგისი ხალხი ამ კაცს იმათ მიიტანეს გულთან და ვისაც დარბოდა და ვისაც დაძდებდა და ხმასაც აძლევდა და ყველაფერს იმასრებოდა იმათ წართვეს და 30 ლარზე ჩამოუყვანია არისთვის ქალბატონო დიდი მადლობა ქალბატონო შეგვეხმიანეთ ვთხოვ შესაბამის სამსახურებს დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით მიმაჩნია რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო სწორედ ჯანდაცვის რეფორმა და ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ალბათ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს არის რომელიმე სოციალური აგენტის პირადი მოსაზრება და არა სახელმწიფოს პოზიცია. სხვათა შორის ძალიან ხშირად რეკავენ ჩვენთან ეთერში და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ზოგიერთს გაუნახევრეს ეს დახმარებები, ზოგიერთს საერთოდ შეუწყვიტეს და ადამიანები სავალალო მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და მე ვფიქრობ რომ სათანადო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ მართლაც და უნდა მიაქციონ ყურადღება. დიდი იმედი გვაქვს რომ დაინტერესდებიან შესაბამისი სამსახურები და შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს და გასცემენ პასუხს. ბატონო ჯემალ, მოდით გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ახალგაზრდებით, რა ხდება დღეს ბათუმში? მოდით მარტო ბათუმით შემოვიფარგლოთ ამჯერად. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ვერ ვხედავ ქალაქში ახალგაზრდებს, ადგილობრივებს. ნუ სტუდენტები რა თქმა უნდა არიან, არც იმდენი სხვათა შორის კონტინგენტი შემცირებულია. შემცირებული ოფიციალური მონაცემები. როგორ შრომობენ, სად ისვენებენ, როგორ ერთობიან ჩვენი ახალგაზრდები? ისევ ზარია ეთერში. გისმენთ, მოგესალმებით. ალო. გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონებო. დღეს არის სამალი ამ მოქალაქეთა კავშირი რომ ჩვენ მოვიშოროთ ამისი სამალი არის ქალბატონო და ბატონებო აქვია მაგას 91-12 წლების მოვლენების შეფასება რა მოხდა საქართველოში როგორც კი უჩის სტატუსს მიიღებს ეს ხელისუფლება მოქალაქეთა კავშირი თავისი გაბაშვილიანა თავისი გრიგალაშვილიანა და თავისი ბოკერიანა მაგრამ დაედება სკანდალები ხელებზე იმიტომ რომ მაგინმა მიიღეს მაგინი არიან მონაწილეები ამ გადატრიალების ამ გაუბედურების ამ ყველაფერი გასწრება საქართველოში მიეცით ახალგაზრდებს თქო მიეცით პირველ რიგში ჩვენ დაგვიდა ბატონი ბიზინა რომ საბარტენობა აღება და მიეცემოთ ამას ებასროთ და დღეს რაღაც ეს დაწყებული არის ბეზუბროს იმის დაობაზე რომ გამსახურდიასთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტი დღეში მოგეს რა უნდა პრეზიდენტ დღეში ოჯახაშინებულო გასაგებია მადლობ ზარისთვის გააკეთებთ კომენტარს თუ მოსაზრება და არ იყო შეკითხვა და შესაბამისად ვერაფერს ვერ უპასუხე აი ახალგაზრდებზე ვქონდა საუბარი თუ შეიძლება თქვენი აზრით სად გაქრა ჩვენი ახალგაზრდები და რატო არ არიან ჩართული აქტიურად თუნდაც აი თქვენ ბრძანეთ რომ 150-მდე ვართო ხო? დიახ ეს წევრი და ხარდამჭერი ძალიან ბევრი რომელიც სხვადასხვა აქციებზე ჩვენთან ერთად არის და აქტიურობენ. რავი ესეც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის პერიოდს მინდა დავაბრალო, იმიტომ რომ მაშინ სიტყვის თავისუფლება, ადამიანის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული იყო. ბიზნესის განვითარება ფაქტიურად შეუძლებელი იყო თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ იყავი, ან ნათესავი, ან მეგობარი არ ყავდა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და შესაბამისად ამ ახალგაზრდების მიზანიც გახდა ჩვენი ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა. ძალიან ბევრი ადამიანია მაშინ წასული საზღვარგარეთ, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება და ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ უნდა გქონდეთ იმის განცდა, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში ისინი ვერ შეძლებენ იგივე ბიზნესის განვითარებას, იგივე საჯარო სამსახურებში, სამსახურის დაწყებას, იგივე ორგანიზაციების ჩამოყალიბებას
და სახელმწიფომ ამაში ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს, რომ ეს ამ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ რწმენა, გაუჩნდეთ იმედი და ისინი დაფუძნდნენ ძალიან მყარად საკუთარ ქვეყანაში და აკეთონ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ძალიან საჭირო საქმეები და ამაში ძალიან დიდი წვლილი უნდა მიუძღოდეს ჩვენს ხელისუფლებას. გასაგებია. საინტერესოა ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანეთ რომ რეგიონში მაღალმთიან აჭარის აი სოფლებში გაქვთ ინფორმაციები რა საქმიანობას ეწევა იქ ჩვენი ახალგაზრდობა. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მიედინება საზღვარგარეთ, განსაკუთრებით თურქეთში. რა საქმიანობას ეწევა იქ ჩვენი ახალგაზრდობა? ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდობისგან დაცლილია სოფლები ჩვენი მაღალმთიანი რეგიონების ძირითადი საქმიანობა ის არის ჩაის კულტურაში ღებულობენ მონაწილეობას თხილის მოყვანა რეალიზაციაში და ესეთ შავ სამუშაოებს ასრულებენ აჭარიდან ძირითადად ყველაზე ადვილი არის თურქეთში გადასვლა ახლო საზღვრისპირა სოფლებში და ფაქტიურად სოფლები დაცლილია ახალგაზრდობისგან ეს არის ძალიან ცუდი და ხელისუფლებამ აუცილებლად ეხლა ძალიან კარგი ინიციატივაა ეს მთის სამინისტრო შექმნის სურვილი გამოთქვა ხელისუფლებამ და დადო რეალურად პროექტები მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ხელს შეუწყობს მთის აღორძინებას და ხელს შეუშლის ჩვენი ახალგაზრდების გადინებას საზღვარგარეთ იმიტომ რომ ეს არის რესურსი რომელიც უნდა გამოიყენოს აუცილებლად ხელისუფლებამ ახალგაზრდები არიან ის რესურსი რომელსაც შეუძლია ქვეყნის ფეხზე დაყენება და ქვეყნის მართვაში ჩაბმა და სოფლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ რა თქმა უნდა სოფლის ახალგაზრდებიდან იქ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და შევქმნათ რეალური გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ხელისუფლებამ ძალიან დიდი და მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას მე ვფიქრობ რომ მაღალმთიან რეგიონებში ძალიან წამახალისებელი უნდა იყოს ბიზნესის განვითარება და მე ვფიქრობ ხელისუფლება გააკეთებს ამისთვის ყველაფერს. ისევ ზარია ბატონო ჯემალ გისმენთ მოგესალმებით. მე მინდა ბატონ ჯემალის ნათქვამზე ვთქვა, ხო მიცნის ჩემი სიტყვა. დიახ გისმენთ. ხო, აი როდესაც ბატონ ჯემალი ამბობს რომ რასაკურველია მე წინააღმდეგი ვარ ნაციონალებისა და ძალიან აქტიურობა თამული ვიყავი ოცნები მასაც მოსულიყო. ჯემალი ამბობს რომ ეხლა თან ისლებიანო ღმერთმა ხნას მეტავ ეს სხვადასხვა პარტიები ხაჩიდეო და ვიღაცები მოვიცო სხვა პარტიების შექმნისო. მე მაგათ შექმნის პარტიებს ნაციონალებისას რომელიც გაიქცნენ ვირთხებით. მე მგონი რომ ეგენი სპეციალად გავს იმ ომს ფრონტზე, როდესაც ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ თავსარდალი აპროექტებს რომ წერს როგორ უნდა შემოვარონ და ზურგში ჩასცენ. ეგენ ესე აკეთებენ რომ ვითომ მარჯვნივ და მარცხნივ ეს არის ჩემი აზრით რა როგორც ომის პერიოდში ხდება ხოლმე. ეგენი დაიშანენ იმიტომ რომ მე ის ერთ ბირთვად სხვადასხვა მხრიდან ჩასცენ მახვილი და ვერ ერთ ბირთვად ისევ შეიკრან. გასაგებია. დიდი მადლობა უპასუხებ თუ შეიძლება ბატონს. მე ვახსენე რომ ნაციონალური მოძრაობა შესუსტებულია, იმიტომ რამოდენიმე ძირითადმა ბირთვმა დატოვა პარტია და შექმნეს ცალკე პარტიები. მაგრამ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ მათ პროვოკატორობაში მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ პროვოკაციების მოწყობის ძალიან ბევრი პროვოკატორია და გამფუჭებელი ერთად თავშეყრილი და ისინი არ დაისვენებენ რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ მაგიტო ვართ ახალგაზრდული ორგანიზაციები და მაგიტო ვძლიერდებით რომ ყისიერი და ადეკვატური პასუხი გავცეთ მათ მიერ ყველა პროვოკაცია დაგეგმილ ყველა პროვოკაციას ჩვენ ქალბატონო ახლა მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ ამ მთელი ერთი წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობამ და მათთან დაახლოებულმა სატელიტმა მათ პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1000 რაღაცეების სიმბინძურები დაგვაბრალეს მათ შორის რომ ჩვენ თურმე სახელმწიფო პარტიის დანამატი ვართ ან სახელმწიფო შეკვეთებს ვაკეთებ ეს მინდა გავქარწყლო ეს აზრი ჩვენ უკვე რამოდენიმეჯერ ჩვენ ხელისუფლების მიმსამართითაც გვქონდა ძალიან ბევრი პრეტენზიები ეხლა კიდე 18 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსის წევრ თარხან მოურავთან ერთად ვაკეთებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას არა ფსიქოტროპიული მედიკამენტების
ურეცეპტოდ გაყიდვა საქართველოში. ბატონ ჯემალ, ბატონ დავითე არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თარხან გასვიანი. თუ არ თარხან გასვიანთან ერთად. გასვიანი ბრძანა. დიახ, თარხან გასვიანთან ერთად. ხო და ჩვენ ვაპირებთ, აი ამ უკვე მეორე ტარდება და შემდეგ რეგიონებშიც გადავალთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია, რომ ლეგალური ბარიგობა ხდებოდეს ბჭყალებში საქართველოში. იმიტომ რომ აქ ახალგაზრდები იწამლებიან ყოველდღიურად და ეს არის მხოლოდ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს არის ხელისუფლების პოზიცია არ არის და ხელისუფლება არ უჭერს ხარ სამ ლეგალურ ბარიგობას და ეს არის მხოლოდ ბიზნესისადმი ლოიალური დამოკიდებულების ბრალია რომ დღეს ასე ხდება და ჩვენ მოვითხოვთ ამის აგრძალვას და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 18 ოქტომბერს ვატარებთ უკვე მეორედ გამართულებელ აქციას და შემდეგ მოვიცავთ რეგიონებს გასაგებია. აი, ბატონო ჯემალ, მე მინდა ისევ ახალგაზრდების თემას დაუბრუნდე რეგიონებიდან. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდები ზემო აჭარიდან მიედინება სასწავლებლად თურქეთში. და შემდეგ ისინი ბრუნდებიან მეჩეთებში. და ამის შესახებ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ეს რა თქმა უნდა ძალიან ფაქიზი თემაა, მაგრამ მაინც რომ თქვა თქვენი მოსაზრება. სარწმუნოების თემის განხილვა ცოტა აღემატება ჩემს კომპეტენციას, მაგრამ ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, რომ რწმენა საქართველოში არის თავისუფალი, თუ იქ მიდიან მხოლოდ სასულიერო განათლების მისაღებად, ეს ძალიან კარგია ნებისმიერი აღსარებლობის ადამიანისთვის, მაგრამ თუ იქ რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები გამუშავებენ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული ამ ადამიანების ძალისხმევა ძალიან ცუდია და მე ვფიქრობ რომ სახელმწიფომ ძალიან ფაქიზად უნდა მიუძღვიოს და ძალიან ამავე დროს ძირფესვიანად უნდა შეისწავლოს მათი საქმიანობა თუ იქ რას ასწავლიან ეს ადამიანები რას სწავლობენ როგორი ენთუზიაზმით როგორი სულისკვეთებით ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში და რისი გაკეთებას აპირებს ის საკუთარ ქვეყანაში ისევ ზარია მე მგონი მოვასწრებთ ისაუბრეთ გისმენთ მოგესალმებით. ალო. ისაუბრეთ ხალბატონო. ალო, გამარჯობათ, ჩვენ ბათუმიდან გიკავშირდებით თქვენ. ეს ჩვენ გახლავართ კავკასიონის სინერგია, რომელიც მუშაობს სპეციალურად თემაზე. ბათუმში ეს არის მადლობა ხელებს ფესტივალი, რომელიც თბილისში იმართება. ოქტომბერში, ხოლო ბათუმში ნოემბერში იგეგმება. ბატონ ჯემალს უსმენდი ახლა და მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთება თუ არა მათი ახალგაზრდული ჯგუფი აი ამ ფესტივალში, რომელიც იგულისხმება, ანუ კონცერტს გულისხმობს რეგიონებიდან, ანუ ბათუმის სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდან, რომელსაც არანაირი ბავშვებს არც გასართობი არ აქვს და იქნებ რამენაირად განათლების ამაღლების ხარისხით мотивация გავუზარდოთ ჩაერთონ იქნებ რამენაირად ეს ბავშვები ამ კონცერტში ჩართოს ხელისუფლება მიიღოს მონაწილეობა შეგვიწყოს ხელი რომ ჩვენ მოვაწყოთ ისე რომ მადლიერების ფესტივალი თბილისის მერე ჩატარდეს ბათუმში რას ფიქრობთ თქვენ ამაზე რატომ არის ასე გრილები ბავშვები რატომ ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს რატომ არის ასეთი დაბალი დონე განათლების და დობის ფაქტორი რაღაც ყურადღების დეფიციტის ჰიპერსინდრომია ანუ დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო მცირე დრო დაგვრჩა ძალიან პასუხებ თუ შეიძლება ქალბატონო ჩვენთვის ეხლა გახდა ცნობილი ამ ღონისძიების ჩატარების შესახებ ჩვენთვის არ უცნობები არავის რა თქმა უნდა ჩვენი კარი ყველასთვის ღია ჩვენი ოფისია ბათუმში მელაშვილის 16 ნომერში მობრძანდით რა თქმა უნდა დაგიდგებით გვერდით ჩავერთვებით მაგრამ დაგვეხმაროს ხელისუფლებამ ახლა ხელისუფლების მაგურად დიდი ბოდიში მაგრამ მე ვერ გაგცეთ პასუხ ჩვენი ორგანიზაცია დაგეხმარებათ რაც შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვება ღონისძიებაში ბატონ ჯემალ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მე კი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბატონ ჯემალ დოაძე ახალგაზრდული ორგანიზაცია თავისუფალი თაობის აჭარის რეგიონის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი მადლობთ ყურადღებისთვის კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე